მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებულია არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები, რომელთაც უფრო მეტად გაციებისა და გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ვირუსების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. წლის ყველა სეზონზეა ვირუსები საქართველოში, კი არა და მთელ მსოფლიოში, მაგრამ მოვლენა რესპირატორული ვირუსების უფრო ხდება წლის ცივ პერიოდებში, ვინაიდან ამ დროს არ არის მზის ულტრაიისფერი სხივების ძლიერი ზემოქმედება, რაც ვირუსებს ანადგურებს, შესაბამისად მაშინ უფრო მეტია გამოვლენა და ვირუსებიც უფრო მეტია. დღესდღეობით უფრო ცირკულირებს რესპირატორული სინციტიური ვირუსი, აი სურდოს მსგავსი მოვლენებით და ადენოვირუსები, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო თურმე კორონას შემთხვევებიც თბილისში, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები, იმიტომ რომ ჩვენ რამდენჯერმე გავაჟღერეთ, რომ კორონავირუსი არ გამქრალა და არც გაქრება, ისევე როგორც გრიპის ვირუსი არ ქრება. უბრალოდ რა არის ახლა სიცივეში სხეულის ტემპერატურა, ადამიანის სხეულის ტემპერატურა, რომ გარემოს ტემპერატურას ცივ ამინდებს შეხვდება, გაციების დროს შეიძლება რომ ვირუსმა თავისი თავი გამოავლინოს დაავადების სახით. აი დღესდღეობით ზუსტად ესეთი ვირუსებია, გაციების მსგავსი ვირუსები, რაც არის არასაშიში, გართულებების გარეშე მიდის ყველა და მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება.